არანაირი ინფორმაცია, არანაირი დაკვალიანება, არაფერს არავინ არც ერთ მხრიდან არაფერს არ გვეუბნებიან. ვართ აი ამ ტვერში ნაგავში, უკვე ისეთი დღეში ვართ, რომ აი ახლა სუდათასაც ვავართ სიცხე 3 წია, ალბათ აი ამ ბუნჯურმა მკერმაც და იმანი მოქმედა და მოვიწამეთ კიდევაც და შაქარი მაქვს უკვე დავარნული. ასეთ სიტყვიერებებში ვართ. არავინ არაფერს არ გვეუბნება, კალაძემ გამოაცხადა, რომ უარი თქვესო 2 წლის ქირაზეო. ას ეგაც წყვილია, სად იყვნენ, ვინ იყო, რომ 2 წელი რუხვეტა შემოეთავაზებიდნენ და ამ ნაგავშიც კი არ დავჯდებოდით. და მტერში, მით უმეტეს ბავშვით ხელში. ძალიან საშინელი მდგომარეობა გაქვს და აი სიტყვებსაც ვეღარ ვალაგებ, ისევ განერვიულობ სიტყვებიც აი ისე მაქვს მოწოლილი, რომ აი ვერც ვალაგებ. ვერ გადმოთქვა იმ სიტყვებით, რაც ჩვენ გამოცდით აი ამ მდგომარეობაში ეს ხალხი. და ვართ აი ასე უპასუხეთ მგებლოდ მიყრილი. ამ სიცევზე ანუ გადმოგვიყვანეს აქეთ, რომ საშიშროება არისო, გრევა მიდისო და იქ აგვიგზავნეს მისრა რა თქმა უნდა მტერის და ნაგავიცა და გადმოვედით აქ სანამ დასრულდება გრევა. გეტყვით, ვარ 5 შვილის დედა, სოციალურ დაუცველი, სიღარიბეს ზღვარზე, სახლი კარი არა გვაქვს, მე მაქვს მისამართის გარეშე ვარ. მისამართის გარეშე ვარ, სანაპირადობა რო წავიღე იმის მერე. ცხოვრობ დედაჩემის მშობლებთან, დაიღუპა, გაყიდეს ის ბინა და დავშით ქუჩაში. არანაირი ასასვლელი ასწა და არ გვაქვს. ადრე დავწერე 2 წლის უკან რაღაცა განცხადებამ დევნთა სამინისტროში ზუსტად გამოყრის დროს მეუბნებია თქვენ რომ დამტკიცებული გაქვთ 25000 ლარი. და ამ ფულით უნდა შევისყიდო მე ბინა 25000 მე ვეძებ გადანაწილება თუ გავაკეთე სამშობლოში არავინ არაფერს გადანაწილებას არ მიკეთებს იმიტომ რომ ბინებს იმხელა ფასი აქვს 100000-ზეა ასული. აი შეხედეთ ამ წელში გვიწევს ცხოვრება ძალიან საშინელებაა. ჩემი სიტუაცია 5 მყავს არასრულწლოვანი ეს ყველაზე პატარა წლისა და 3 თვის და აი ამ წელში და ნაგავში გვიწევს ყოფნა აი აქ თითქოს უკვე ვიყავი 6 თვე გადმოსული. 1 წელი ავაშენე ისე რომ აი რო შევსულიყავი და გვეწყურა. იმიტომ რომ მე იმის ახსნები არ მქონდა რომ გამერემონტებინა და იმაში ავაშენეთ ბლოკები შევიტანეთ ცოტა ავეჯი რაც მქონდა იმის საშუალება და იმის ისე ვიყავით.